ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს სასამართლოს არწმუნებდა, რომ 24 წლიანი კარიერის განმავლობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, თუმცა მტკიცებულებები, რომელიც სუსმა და პროკურატურამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა და საქმეში ჩადოს სხვა რამეზე მეტყოლებს. გამოძიებას უკვე აქვს ორი მოწმის ჩვენება, რომლებიც სავარაუდოდ ხელს ადებენ რომელ მიქაუტაძეს, რადგან სწორედ ამ მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით დღეს არაერთი მინიშნება მოვისმინეთ დაცვის მხარის მხრიდან, რომ აღნიშნულები სავარაუდო ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული. რომეო მიქაუტაძეს გამოძიება ედავება, რომ უკანონო გარიგებებში შედიოდა სხვადასხვა კომპანიებთან, მათ გასხვისებაში ეხმარებოდა და სანაცვლოდ იღებდა დიდ მოგებას. სწორედ ამ თანხის დაუსაბუთებლობის გამო წარედგინა მას ბრალი, რომელიც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ეპიზოდი არის შეპესე ჯეოკრაფტი, სწორედ ამ კომპანიის ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს რომეო მიქაუტაძემ რამდენიმე კითხვა დაუსვა პროკურორს, აღნიშნა, რომ ამ დროს ის საერთოდ არ იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას და ზეწოლას შესაბამისად ვერავიზე მოახდენდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რომეო მიქაუტაძე 2021 წელს ჯერ კიდევ არ იყო მაღალი თანამდებობის პირი, ის მუშაობდა კომპანიაში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, 100% წილი ამ კომპანიის მესაკუთრე არის სახელმწიფო და შესაბამისად ის ნაცნობობა, გავლენები, რომელიც მიქაუტაძეს ჰქონდა, პროკურატურას აფიქრებინებს და ბრალის დადგენილებაში სწორედ ასე არის განმარტებული, რომ მიქაუტაძემ გამოიყენა კანონის გვერდის ასავლელად. ჯეოგრაფიის ნაწილი მაგდროს მე არ გახდით თანამდებობის პირი, მე ვიყავი ბიზნესში, როცა ეს ჯეოგრაფიის საკითხი მოხდა, რომელიც აუქციონის წესით კომპანიამ გაიმარჯვა. ფიზიკურად ჩემს მიერ, ვინაიდან მე არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერავით არ ზეწოლას, იმ ჰიპოთეტურ ზეწოლასაც კი ვერ გამოვიყენებდი და აუქციონი როცა დაგდება და არის, შეიძლება ვთქვათ, კონკურენცია და რამოდენიმე კომპანია იღებს მონაწილეობას და იქ ჯეოგრაფმა გაიმარჯვა, იქ კიდე სრული აბსურდი არის, რომ მე რაღაცა ამ სხვა კომპანიებისთვის დამძახდა, თქვენ ხა ფასს დაუწიეთ, ეს ფასი ეგეთ რამე გამორიცხულია და თან არც ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი. ბატონო მოსახლე, როდესაც ეს კომპანია გაგიჩნდა, მაშინ არ იყავით, მაგრამ გარიგება როდესაც მოხდა კორუფციული, მაშინ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდით. რაც მასალებშია და გამოთხოვილი დოკუმენტაციის დასწორდა. როდესაც გაიმარჯვა კომპანიამ, მე მაშინ არ გავხდით პოლიტიკური თანამდებობის პირი. დავით ხარ თქვენ გეგავებათ, რომ უკვე და ჯეოგრაფიის მიერ დაფუძნებული ზესახოვის ქართ ელექტროსაბურის შეფასება ფერისთვის მიხედვის საკითხში დაეხმარა და ამ დროს იყავით თქვენ შესაბამისად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ჯეოგრაფიულ დაფუძნდა მაშინ არ იყავით თქვენ, მაგრამ ჩვენ გეგავით აი ამ დროს, ამ გარიგების დროს მოხდა თქვენს მიერ სამსახურებო პროცესის ბოროტება. როდესაც ის კომპანია მიცის, რომ მე ამ კომპანიას ვიყიდი და ამაში დამეხმარება მე ბატონი რომეო თანამდებობის პირი, უკვე ეს არის დამუშავებული ბატონი რომეოს მიერ ჩადილი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრებით 24 წელი მაქვს ჩემი საქმიანობის პლირო წარმატებული კარიერა სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც მოგახსენებთ, ყველა სასწავლებელი დამთავრებული მაქვს არჩინები, ყავს ოჯახი, ვარ ღირსების ორდენოსანი და ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვა არც არასდროს არ მქონია, არც მაქვს და არც მეყნია მომავალში. დარწმუნებული ვარ სასამართლოს სიჯანსაღლieში და იმაში, რომ ეს ყველაფერი იქნება შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული, რაშიც ეჭვშეტანის საფუძველი არ გამოჩნდა. მადლობა. ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანიც და მისი ადვოკატიც მიანიშნებენ, რომ საქმე არის გაყალბებული და მოწმეების ჩვენებები მიქაუტაძის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად არის მოპოვებული, თუმცა რა მოტივაციით გააკეთა ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ან პროკურატურამ, ბოლომდე კარტებს შეიძლება ითქვას, რომ არ შლიან. საინტერესოა, ხომ არ ცდილობს გამოძიება, რომეო მიქაუტაძით გავიდეს სხვა მაღალჩინოსნებზე, გაჟღერდა მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გვარი, ჯერჯერობით უცნობია ამ დეტალებთან დაკავშირებით, თავად მიქაუტაძე ალაპარაკდება თუ არა.